Elif. შვილო, სად მიდიხარ? გაჭერდი ასლი. როგორ გავჭერდე, ვერ ხედავ ჩემი და რა დღეშია მარტო ყოფნა უნდა დააცადე, ასე ჯობია. ომერი მოვიდა. მართლა? ყოჩახ კოლომბო. მორჩა, პრობლემა მოგვარებულია. შენ ასე გგონია? ცხადია რაღაც უთანხმოება აქვთ. იფექი მოვიდა ელიფს რაღაც უთხრა და ერთმანეთს დააშორა. მიზეზი ეს არის. ომერს და ელიფს ერთმანეთი ძალიან უყვართ. მათ ვერავინ დააშორებს მამიდან უღელავ. შენსავით რომანტიკულად არ შემიძლია აზრი გადმოვცე, მაგრამ სავსებით გეთანხმები. მობრძანდით. რა კარგია. შენთან მოვდიოდი. მიზეზი უნდა მეკითხა. რას წარმოვიდგენდი? გადაწყვეტილება უჩემოდ მიგიღია. არ ჩემი თანხმდი. ქორწილი ისე ჩაშალე. უფლება არ მაქვს პასუხი მოგთხოვო. ეს უფლებად წამართვი? ისევე როგორც ოცნებები და დღევანდელი დღე. შენ და მამამ დაბადების დღე წამართვით, ომერ. ხმა მოიღე. რამე მითხარი? ამიხსენი, რა ხდება? Elif. ხომ მეუბნებოდი მთელი არსებით მიყვარხარო. პირობაც კი დავდეთ, რომ ერთმანეთს არაფერს დავუმალავდით, ომერ. მოცემული სიტყვა დაგავიწყდა. ხმა მოიღე. ვალდებული ხარ ამიხსნა. ერთად დაწყებული ურთიერთობა ერთად უნდა დავასრულოთ. ეს მაინც შევძლოთ. შენს შეცდომას ბავშვს ნუ დააბრალებ. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. სხვა გზა არ მქონდა ელიფ. მერე უარესი იქნებოდა. ჯობია დავშორდეთ. İstersen hiç başlamasın, bu hikaye eksik kalsın. Onca yaraların ardından yeni bir aşk yaratamazsın. Yeni bir aşk yaratamazsın. Goni Elif'i deriz. Hiç başlamasın. არა. ერთმანეთი ძალიან უყვართ. შეუძლებელია რამე ცუდი მოხდეს. მაშინ ომერი არ მოვიდოდა. ასლი, ომერს შეხედე. შესაბამისად არაცვია. აჰლა, გემუდარები. ჩვენ არ გაგვიმართლა. ელიფი მაინც იყოს ბედნიერი. İşte benim bütün hikayem. Kaç sevda geçse de yüreğimden, bu yıkıntıları onaramazsın. İstersen hiç başlamasın. Geç kalmışız birbirimize. Yanlış kapılarla geçmiş bunca yıl. Dönemeyiz
artık ilk gençliğimize. İstersen hiç başlamasın, İstersen hiç başlamasın. Söz verelim kendimize. ელიფ ელიფ კარგად ხარ? წამოდი სახლში შევიდეთ. წამოდი. გთხოვ, მაპატიე ელიფ. მაპატიე. უკვე დროა. ხელის მოწერას აპირებენ თუ არა? რა თქმა უნდა, ეფენდი, რა თქმა უნდა. დიდი ხანია ელოდებით ვიცი, მაგრამ ახლა ვემოვლენ. წავალ ნახავ. კარგი. გვაპატიეთ. გთხოვთ. გმადლობთ რომ გვესტუმრეთ. მაგრამ დღეს ხელს აღარ ვაწერთ. ზადვარ. თაიერს დაურეკეთ. კარგი ახლავე. რა გაცინებს? ნაბიჯვარო. შენი ტოლი ვარ? შენს თავს დასცინე. ნერვებს ნუ მიშლით. თაიერს დაურეკეთ. გაიგეთ თვითმფრინავი მზად თუ არის. ბათურ, გისმენთ თაიერბე? რა ხდება? თირკმელი დაუკარგე? სამწუხაროდ თაიერბე. ფათიჰ ეფენდის კარგი მიზანი ჰქონია. ახლა როგორ ვარ? გადავრჩები? ახლა შედარებით უგეთხართ. კრიზისი კარგად გადაიტანეთ თაიერბე. სიმართლე გითხრათ, სასწაულია რომ გადარჩით. მაგრამ ნუ ღელავთ. დონორს მალე ვიპოვით. იჩქარეთ ექიმო. უამრავი საქმე მაქვს. სიკვდილს არ ვაპირებ. ექიმო, პოლიციელები თაიერბეის ნახვას ითხოვენ. შეიძლება? შემოვიდნენ.
ცოტა კიდევ დაგესვენეთ. შემოვიდნენ. გადარჩენას გილოცავთ, თაიერბე. მადლობთ. საქმეს ვიძიებთ და თქვენი დაკითხვაა საჭირო. რა თქმა უნდა. სამართალდამცავების დახმარება ჩვენი ვალია. ვინ გესროლათ? არ ვიცი. არ დამინახავს. დაინახავდით, თაიერბე. ვამბობ, ვერ დავინახე მეთქი. ჩემზე უკეთიცით? ვიცით, რადგან კამერებმა დააფიქსირეს. იმას ელაპარაკებოდით, ვინც დაგჭრათ. იცით, მაგრამ არ ამბობთ. გარდა ამისა, აღიარებითი ჩვენებაც გვაქვს. ფათიხ დუნდარმა გესროლათ. შვილზე საჩივრის შემოტანას არ აპირებთ? ელვან გამომართვი და თავზე წაიკარი. მალა მოწავუსვი. ტკივილს დაგიამებს. გმადლობ. რა ხდება? ომერის ხმა. შენ პატიოსანი ადამიანი ხარ. შენი ოჯახიც ასეთია. მე კი ჩემი ოჯახით ვერ ვიამაყებ. მამამ თავი მოგჭრა. ელიფ, შენ ჩემთვის რიგითი გატაცება კი არა, ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემი სამყარო, ერთმანეთის გვესმის. სხვაგვარად ამ გზას ვერ გავივლიდით. ბევრი გაუგებრობა მოხდა. ბევრი უსიამოვნო წუთები გადავიტანეთ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ელიფ. უშენოდ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. უშენოდ მოვკვდები, ელიფ. შენ დარჩი. ასე რატომ მომეკეცი? რატომ გამწირე? რატომ გამიმედე? რატომ? შვილო, არ გინდა შვილო, დამშვიდდი. არ გინდა, გთხოვ. ადექი. წადი დედა. ვერ წავალ შვილო. ხომ ხედავ როგორ იტანჯები. ადექი შვილო. ადექი, გთხოვ. ადექი. მოდი. თუ მასთან გინდოდა? თუ ასე გიყვარდა ქორწილი რატომ ჩაშალე შვილო? რატომ? უკვე მე რამდენი დღეა იტანჯები. რატომ შვილო მითხარი? მითხარი. ვერ გიტყვი დედა. არ მინდა შენს დაიდანჯო. კიდევ ერთ ნაბიჯს თუ გადადგამ, გულიდან სამუდამოდ ამოგშლი. როდის იყო რომ ჩემ სიტყვას პატივს არ სცემდი? ასე გაგზარდეთ? ახლა მობრუნდი და სიმართლე მითხარი. ის გოგო საქორწინო კაბაში რატომ მიატოვე?
რადგან შენ არ მეუბნები, ელიფთან წავალ და ის მეტყვის. მისგან გავიგებ რა მოხდა. ელიფმაც არ იცის დედა. დღეს ჩემს საყვარელ ადამიანს საშინლად მოვეკეცი. ხო, მაგრამ რატომ შვილო? რატომ? ელიფს ძალიან უყვარხარ. შენც თავდავიწყებით გიყვარს. რატომ? რა შეიცვალა? რატომ? ელიფის მამის მკვლელი ვიპოვე. ფატმას შვილის მკვლელი. სიბელის მკვლელი. ერთი წელი ვეძებდი და 12 თვალწინ მღოლია. ომერ, ვერ ხედავდი. ვერ ხვდებოდი დედა. ნუ თუ იმ უბედურების სისხლი ჰუსეინის კისერზეა. დედა. დედა. დედა რა გჭირს? დედა. დედა. დედა, მელიქე, ჩქარა. დედა თვალი გაახილე. მელიქე. დედა თვალი გაახილე. ელიფ, ნება მომეცი შენი ცხოვრების თანამგზავრი გავხდე. ელიფ, ცოლად გამომყვები. დიახ, სენიორ. გამოგყვები. ეს არის. ახლა რას აპირებს, სინიორინა? არ გეშინია? ეს კი 2015 წლის გეგმაა. კვირას კარგ ფილმს ვნახავთ. შემდეგ კვირას კონცერტზე წავალთ. რომაული არდადეგები შენ და გეგმე. ბოლოს და ბოლოს რომში ცხოვრობდი. დედა გაუძელი გთხოვ. დედა, არ მიგვატოვო. გემუდარები. ელვან გაუძელი გთხოვ, ელვან. გონს მოდი გთხოვ. სასწრაფო სად არის? ელვან გაუძელი. ელვან გემუდარები. დედა, არ მიგვატოვო. მელიქი, ასე არ შეიძლება, დამეხმარე. ასი. მიდი.
ჟურნალისტები განუწყვეტლივ რეკავენ დეიდანედრეთ. კითხულობენ ქორწილი რატომ ჩაიშალაო. გამაგიჟებს ეს ხალხი. საიდან გაიგეს? დავიჯერო ეს მართლა ადარდებთ? მამიდა, ელიფს არ უთქვამს ქორწილი რატომ ჩაიშალა. რა უნდა თქვას ძვირფასო? ისედაც ცხადია. ის გოგო მოვიდა იფექსე გეუბნები? ჩემს გოგონას 1000 გვარი საძაგლობა უთხრა, მერე რაც მოხდა ეს ყველა ვნახეთ. რა უნდა ეთქვა ელიფისთვის? ჩემო ლამაზო, ასლი, ზეზეულად გძინავს, ზეზეულად. ვერ ხვდები რა მოხდა. იფექს შვილი ომერისგან ჰყავს. ხო, ელიფი გავაფრთხილე, ჩემი ეჭვები გავანდე, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია. ახლა კი ხომ ნახეთ, ის გოგო მოვიდა და ყველაფერი უთხრა. ხო და ქორწილიც ჩაიშალა. აი ეს მოხდა. არ მჯერა. საპნის ოპერა? ასე არ არის. რა სისულელეს ამბობ? ასლი. რა ხდება, რას მიყურებ? ასლი ჰანიმ წამოგძანდით. ელიფ ჰანიმს წინ რაღაც ყუთი უდევს და უცნაურად უყურებს. გაუგნებულია. რას ნიშნავს უცნაურად? რა სჭირს? რა ხდება? ელიფ, ხმა მოიღე. შვილო. მამიდა, ელიფი ცუდად არის. ოდეკოლონი მომიტანე ჩქარა, ახლავე. პატარა. საყვარელო, რაზე ფიქრობ? მითხარი. მამიდა. თუ შეიძლება მარტო დაგხვდობე. ამ მდგომარეობაში ჩემს დასთან მარტო დამტოვე გთხოვ. ელიფ, ვიცი ჩემი გესმის. შენთან ვარ. ხო, ნუ მაშინებ. ისედაც არ ვარ ნორმალური და უარესად შევიშლები. ხო. ელიფ, რა მოხდა? რატომ იჩხუბეთ? ელიფ, ხმა მოიღე, გემუდარები, თორემ ექიმს დავურეკავ. მამიდამ რაც თქვა სიმართლეა, ელიფ. იფექის ბავშვის მამა ომერია. ასლი. გონია შემთხვევა, რომ ძალიან ახლობელი ადამიანი უცხოდ გეჩვენება. ან ვერ ხვდები სად არის სიმართლე და სად ტყუილი. გავიპენი. როდისმე სიკვდილი გინატრია. გინატრია რომ ტკივილისთვის და დარდისთვის თავი დაგიღწია ასლი. არქეპედო. ეს არც გაიფიქრო, ელიფ, გთხოვ. კომისარმა დღეს მომკლა. ახლა ისევ ის ელიფი ვარ, წლების წინ რომ ვიყავი. გაუცველი. უმწეო. უიმედო. დაბნეო. ეს დამავიწყდება. როდისმე დამავიწყდება ასლი.
დავიღალე. ძალიან დავიღალე ასლი. დედა, არ მოკვდე, გთხოვ, დედა. რა ხდება? გული გაუჩერდა, წნევა დაეცა, პულსი სუსტია. რამე ქრონიკული დაავადება ხომ არ აქვს? მაღალი წნევა აწუხებს. კარდიოგრამა გადაუღეთ. აქ დაელოდეთ. დედას ვერ მივატოვე. ეფენდი, გთხოვთ. ომერ, გთხოვ, წამოდი. ჩქარა. დედა. ბიძია. ბები აკვდება. კარგად იქნება. არ მიგვატოვებ, შვილო. ჯერ შენს დაუჯახებას უნდა მოესწროს. ომერ, მოდი აქ. მოდი. ომერ, არ გამიბრასდე. ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მელიქე. ომერ, აღარ შემიძლია. განადგურებული ვარ. უცებ ჭადა ანგრიე. ქორწილი ჩაშალე. რაღაცას გვიმალავ. დედას უთხარი? მას უთხარი არა? ომერ, გემუდარები, მეც მითხარი. გთხოვ. შეტევა რატომ მოუვიდა? მითხარი, გთხოვ. ბიძია. პროცედურისთვის რაღაც სჭირდებათ და გეძახიან. რა ხდება, ჰუსეინ? როგორ ხარ? კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? გავიგე მძიმედ დაჭრილ ხარ. მართალია. თირგმელი დაუკარგე. ერთი შენ წამართვი, მეორე ფათიჰმა. მაგრამ ვერაფერი დამაგელეთ. მაინც ცოცხალი ვარ, ჰუსეინ. კარგია. ესე იგი დრო არ მოსულა. ასე. გამიმართლა. ჯერ ქვეყნის საქმე მაქვს დასამთავრებელი. ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გამიყვანეთ აიარ. ალბათ ომერი ყველგან მეძებს, დრო აღარ გვაქვს. აეროპორტში ჩემს ხალხს უნდა დაველაპარაკო. თორემ საბუთებს შეამოწმებენ და საქმე გართულდება. აიარ, გეუბნები წუთებს ვითვლი მეთქი. რა ხდება? ამდენ ხანს ვერ მოაგვარე? რა ჩაიფიქრეთ აიარ? სხვა გეგმა გაქვს? მიპასუხე. მომეცი. რა
რა გეგმა უნდა მქონდეს უსეინ? კონსახლა ხან მოვედე. Yeni geldim kendime. აქედან გაგიშვებ ნუ ნერვიულობა. Çıkartacağım seni. Bana ოღონდ უნდა მოიცადო. სხვა გზა არ გაქვს უსეინ. კარგი. სახლი და ფული მოამზადე? მზად არის. sen elini ჩანაწერი ჩემს ხელქვეითს მიეცი. ver. Gel. დანარჩენს მე მივხედავ. კარგი. ჯერ გავფრინდები და ვბინავდები და მერე მივცემ. ფული წინასწარ მჭირდება. კარგი. შენინება. Sabret. ვითმენ ჰუსეინ, რადგან ეს ჩვენი ბოლო გარიგებაა. Sabret. ვინც ითმენს ის იგებს, ხომ იცი? 500,000 ლირა გამომიგზავნე. ავანსი. დანარჩენი მერე იყოს. კარგი. Ona da ამაზეც თანახმე ვარ ჰუსეინ. tamam. თაიერ. ბავშვებზე რას მეტყვი? ომერმა და ელიფმა ხელი მოაწერეს. მე რამდენი დღეა საავად მყოფაში ვწევარ, საიდან უნდა ვიცოდე ჰუსეინ? Bak. თანაც შენ რა გადარდებს? Senin უკანასკნელად გაფრთხილებ, ძმა აღარ ახსენო. aileni unut. ომერი და ოჯახი დაივიწყე ჰუსეინ. Yeni hayatına. დანიაში წადი და ახალი ცხოვრებისთვის მოიმზადე. Ya da yeni bir aile. ნუ გეშინია, ქერაქალები იქაც არიან. თოლგა სად არის? ხომ თქვა დაგელოდებითო? სადმე აქ იქნება, მოვა. მოხედით? რა ხდება? დასკვნა მოვიდა? ო, დანაშაულის იარაღს მივაგენით. Ahmet Denizer Sibel აჰმედ დენიზერი სიბელანდაჩი და ბაჰარჩინარი იმ იარაღით მოკლეს. silahtan çıkmış. Kesinlikle. ყველა ტყვია ჰუსეინ დემირის ჭაში ნაპოვნი იარაღიდან არის გასროლილი. Yani ანაბეჭდებით ჰუსეინ დემირს ეკუთვნის? falan. სამწუხარო დანაბეჭდები წაშლილია. ფუშინე, ჯანდაბა. რატომ ბრაზობ? ჩვენ თითის ანაბეჭდების იმედი არც გქონია. მთავარი იარაღისა და ტყუის შესაბამისობა იყო, რაც დამტკიცდა კიდეც. მეტიც, იარაღი ჰუსეინის ჭიდან ამოიღეს. ო, რა თქმა უნდა. ჰუსეინი იტყვის, რომ ეს შეთქმულებაა და ცილს წამებენ ფელო. ფათიხ დუნდარი დაგავიწყდათ. ომერმა იცის, რომ ბაჰარი ჰუსეინმა მის თვალწინ მოკლა. ჰუსეინ დემირი გაიქცა. რა გარანტია გვაქვს, რომ ვიდრე ვიპოვით, თაიარი ფათიხს არ მოკლავს? მამას ესროლა თაიარი ამას აპატიებს? ფათიხს ვიცავთ, თან ახლა არც ალი გვიშლის ხელს და არც ჰუსეინი. ამ საქმეს ჩვენ ვიძიებთ, არ და? ჰუსეინ დემირი იმალება ფელო. იმალება გესმის? ვერ ვიპოვით. სულ ტყუილად წვალობთ დამიჯერე. ის მაინც უნდა გავიგოთ საწავიდა. თაიარ დუნდარის წყალობით ისევ გაგვიქცევა. აი ნახავ. შენ მე და პოლიციელებს შეიძლება, მაგრამ ომერს ვერ გაიქცევა, არ და? ომერი აუცილებლად იპოვის. ახლა მას უნდა დავეხმაროთ. ჯდომას და წუწუნს აჯობებს საქმეს მივხედოთ. მეგობარი სწორედ ახლა სჭირდება ომერს, არ და? თუ ხვდები ახლა ომერი რა დღეშია? ამაზე ფიქრობ? ომერმა ძმის გამო საყვარელ ქალზე თქვა უარი. ამიტომ თუ საჭირო გახდება, საერთოდ არ დავიძინებთ და ჰუსეინს ვიპოვით. სად მიდიხარ? უნდა ვიპოვო. შევეცდები სვეტლანას დავუკავშირდე. იქნებ ჰუსეინი მასთან წავიდა რუსეთში. Ya sen her fırsatta რა ფანტაზიის უნარი გაქვს? hayret bir şey ya. რა უნდა რაც შემიძლია არ ვაკეთებ? ველოდებით. Yolda გონება დაკარგა ჰუსნია დეიდამ. ilk yardımcılar სასტრაფოთი წამოვიყვანეთ. მდგომარეობა კრიტიკულია. ალაჰის იმედიღა გვაქვს. შეგატყობინებთ. გმადლობთ, რომ დარეკეთ.
ჩემი და უპატრონო გოგონია ომერ. ასლი, რა ნაძირალა ყოფილხარ. რა უსირცხვილო. ჩემს დას ასე როგორ მოიქეცი. საქორწილო კაბაში როგორ მიატოვე. ეს როგორ აკადრე ომერ. ჩემს დას ცხოვრება რატომ დაუნგრიე. ელიფმა მამა დაკარგა ომერ. დედაც. შენ მისთვის მხოლოდ საყვარელი მამაკაცი კი არა, ოჯახი იყავი. შენი სამუდამოდ გაანადგურე. ყველა მოგვატყუე ომერ. შეგიყვარეთ, გენდობოდით. თუ დაქორწინება არ გინდოდა, უნდა მოსულიყავი და ჩემი დისთვის გეთქვა. ელიფი ამას იმსახურებდა, ხომ ასეა? რამე მითხარი ომერ? მითხარი. ასე რატომ მოიქეცი? რატომ გვატყუებდი? ომერ, მიპასუხე. ასლი. თავი დაანებე. რას ნიშნავს დავანებო? რა ჩაიდინა არ იცით? ხო, ვიცით, მაგრამ ის მაინც მკითხე აქ რატომ ვართ? დედა ელვანი ავად არის. არ ვიცით გადარჩება თუ არა. ხოლო თქვენ არ ნერვიულობთ, ჩვენც ვიტანჯებით. ასლი, ჩემს დას აღარ გაეკარო. გაფრთხილებ. ასლი. სამწუხაროდ ადამიანი ოჯახს არ ირჩევს. ოჯახში პრობლემებიც არის და მათი მოგვარების გზებიც. მაგრამ ელიფს გაუმართლა. შენ ხარ. მარტო არ დატოვო, კარგი? შეშლილს მე მეძახით. სინამდვილეში კი თქვენ ხართ შეშლილები, რადგან აქ ხარ ექიმს გაესინჯე. ელვან ჰანიმს გამოჯამრთელებას ვუსურვებ. სად არის? ცოტა ხანში მოიყვანენ. ტანსაცმელი და ნივთები რომ მოვუტანე. გათესცემენ? ჯერ შევამოწმებთ და მერე გადავცემთ. ფათი. რატომ მოხვედი ლამაზო? შენი ნახვა მინდოდა. ძალიან მენატრები ფათი. რა იყო, რამე მოხდა? ახლა ქორწილში არ უნდა იყო? ქორწილი ჩაიშალა. ელიფი ძალიან ცუდად არის. საშინლად იტანჯება. მარტო დარჩენა ამჯობინა. აღარ ვიცოდი რა მექნა. სახლიდან წამოვედი და აქ აღმოვჩნდი. ელიფმა ყველაფერი გაიგო რა?
Evet. ხო, Öğrendim. გაიგო. Ömer'in bir ომერს შვილი ყოლია. შვილი. Hülya. ხულია, Şu gelin ეს კაბა წაიღე ihtiyacı და olan ვინმეს მიეცი. მე ბედნიერება არ მომიტანა. ელიფანი, დარწმუნებული ხართ? yani bu çok ძალიან ლამაზი კაბაა. ne bileyim ben. იქნებ Hülya. ხულია. გთხოვ, გააკეთე რაც გითხარი. Biraz უკითხარ ელიფ. Sen nerede? სად იყავს? Ömer'e git. ომერთან. Ne? რა? Ömer. ომერი ნახე? ასლი, ასეთი უმწეო გგონი ვარ? ომერთან რატომ წახვედი? რა გკითხე? ჩემი და ცოლად რატომ არ შეირთეო? უმწეო არ ხარ ელიფ. თავს ვეღარ ერევი, განადგურებული ხარ. ჩემი ნებართვის გარეშე არ უნდა წასულიყავი. არ უნდა წასულიყავი. შემაშინე ელიფ. ძალიან შემაშინე, ავღელდი. Ya მინდოდა სიმართლე გამერკვი, ამაში ცუდი რა არის? არ გაინტერესებს ომერმა რა თქვა? არ მაინტერესებს, გასაგებია? etmek არ მაინტერესებს. ama ediyor. ვიცი რომ გაინტერესებს. Neyse. გეტყვი, Keyfi pek. ცუდ გუნებაზე იყო. Elvan. ელვან ჰანიმი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში წაიყვანეს. რა? Hangi რომელ საავადმყოფოში? Ne demek? რატომ ეკითხები? სისულელეს ნუამბობ ელი. იმედი არ წახვალ. რა თქმა უნდა წავალ, მითხარი რომელ საავადმყოფოშია. İyi. კარგი, თუ არ მეტყვი მე ვიპოვი. ელიფ. ელიფ, გაჩერდი. ელიფ. ელიფ. ელიფ, რა ხდება შვილო? მამიდა, შენ ძმისშვილს რა მეუთხარი? გამაგებინეთ, რა ხდება? Senin შენი უთავმოყვარეო ძმისშვილი ელვან ჰანიმის მოსანახულებლად საავადმყოფოში მიდის. უთხარი რომ სისულელეს აკეთებს. თორემ გავგიჯდები. ასლი გეყოფა, შენ ნუ ერები, გთხოვ. Yavrum შვილო, bir telefon edin. დარეკე და ამბავი ისე ეკითხე, წასვლა რა საჭიროა? Onlara gitmeye. hayır. არა მამიდა, მინდა საკუთარი თვალით ვნახო. ვინ იცის მელიქი ახლა რა დღეშია? ახლა ნამდვილად გავგიჯდები. ვერაცნობიერებ ის ხალხი როგორ მოგექცა ელიფ. ომერმა ქორწილის დღეს მიგატოვა. ასლი, ალბათ ელვან ჰანიმი ამ დღეში სწორედ ჩვენ გამოა. ხო, Ömer hayatımda ომერმა მიმატოვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაზე უარი უნდა ვთქვა. hiç anlamına gelmez. Sen de არც ჭკუა გაქვს და არც თავმოყვარეობა. Ay tamam bırak. თავი დაანებე. ელიფ, Senin შენ სანახავად მოვედი. iyi misin? კარგად ხარ? არა ლევენტ. რა შემიძლია დაგეხმარო ელიფ? თუ გინდა სადმე წავიდეთ, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ. Olur mu? გინდა? çok isterdim. სიამოვნებით. Ama şimdi bir yere yetişmem. მაგრამ ახლა არ შემიძლია, სხვა დროს იყოს. Mutlaka yapalım sonra. კარგი. Ne zaman შენი ნება. Tamam. კარგი, Görüşürüz. ნახვამდის. ნახვამდის. Levent ლევენტ, gelsin. შემოდი. Merhaba. გამარჯობა. Gitmedi mi? არ წასულ ხარ შვილო? Gittim de წავედი, მაგრამ გულმა არ გამიშვანე დრეთანი. bir göreyim istedim. თქვენზე ვღელავდი. Elif'in მაგრამ ელიფი სადღაც წავიდა. İyi olacağız inşallah. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. Biz de iyi olacağız. იმედია. Hadi კარგი, buraya kadar geldik. რადგან მოხვედით ავსხდეთ. Sohbet edelim. ყავა დავლიოთ. მოდი. Geç oldu. დაჯექი შვილო, დაჯექი.
ელიფი როგორაა? რომ ნახე ცუდად გამოიყურებოდა. ვერ დავეხმარებით? Ah be yavrum. არ ვიცი შვილო, არ ვიცი. ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება. ვინ იფიქრებდა ასეთი რამ თუ დაგვემართებოდა? მაგრამ არა უშავს. ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება. მაქსიმალურად ვცდილობთ ჟურნალისტებს თავი დავაღწიოთ, მაგრამ გასაგანს არ გვაძლევენ. ფირმის წინ უამრავი პაპარაცი დგას. Gelip burada size evinizde... რედაქციებში დავრეკე და გავაფრთხილე აქ არ მოსულიყვნენ. Biz bir açıklama... მაგრამ თუ განცხადებას არ გავაკეთებთ, ინტერესს ვერ დაიკმაყოფილებენ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ელიფს მიაგნებენ და შეაწუხებენ. Levent. ლევენტ, Bak იცი რა ვიფიქრე? sen şu იქნებ შენს ნაცნობ ჟურნალისტებს დავუკავშირდე და უთხრა, რომ ელიფის საქმროს ომერ ბეის დედას გული შეტევა აქვს. საავადმყოფოში წევს და ხელის მოწერა ამის გამო გადაიდო. იქნებ ეს დაწერონ. Ha? Ne რა dersiniz? სიტყვი? ჩვენიერია. არ მეგონა. რა ოსტატურად გამომძროლა. ამას არ ველოდი, ოჯახ. ოსტატურად გამოძრომა რა შუაშია? რა, ასე არ არის? ფათი, თუ რამე იცი მითხარი, გთხოვ. შენ ვერ გეტყვი ლამაზო. ელიფს უნდა დაველაპარაკო. მომისმინე. ელიფი მართლა ძალიან ცუდად არის. იქნებ შენმა ნათქვამმა დაამშვიდოს. მითხარი რაც იცი, გთხოვ, მითხარი. ბავშვის ამბავი გამოგონილია? გააკეთე რაც გითხარი. ჯერ ელიფი უნდა ვნახო ნილუფერ. უთხარი ხვალ ჩემთან მოვიდეს. ვიზიტის დრო მოიწურა. უკვე? ფათი. წასვლა არ მინდა. ვერც დაგელაპარაკე. დამშვიდდე, არ გინდა ნილუფერ. დრო მოიწურა. თუ შეიძლება კიდევ რამდენიმე წუთი. ისედაც გადააჭერბეთ, საკმარისია. კარგი, კარგი. სახლში წადი ლამაზო. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.